ეს გვაქვს ფეხის დღე. დადგა ხო? საოცრება, მოკლედ ფეხის დღე. ფეხის ვარჯიში აუცილებელია, ზოგს გონია რომ აი ფეხს ბოლომდე ხშალი ბოლომდე. ანაძეს კოკა კვადრზე გადმოსვლას აკეთებს უბრალოდ ეს წინა ტერფი. ცოტა ტემპს მოუმატე თუ არა დაკნის. ეხლა წონებს არ აქვს მნიშვნელობა ვე. 50 კილოს ხურდება. შენ რომ მისულიყავი ხა ერთი. ალბათ წარმოიდგინე ხო ეხლა მე რა დღეში ვარ ხო? აი ესე რომ ჩამოეყდნობი რაღაცას, ესე იგი რაღაც გააკეთე და ივარჯიშე. მოგესალმებით, დღეს გვაქვს რიგით მე-6 ვარჯიშის ჩაწერა. მოვედით ისევ Gold's Gym-ში, ირაკლისთან სტუმრად. და დღეს უნდა შევასრულოთ ფეხის სავარაუდოდ მძიმე და რთული დღე. გვექნება ძალიან საინტერესო ვარჯიშები გვექნება. არ ვიცი რა მელოდება, რამდენი ვარჯიშის შესრულება, რა გამეორებები და ამ შემდეგ საერთო წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან საინტერესო იქნება, სიახლე იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც რა თქმა უნდა. მოკლედ, ნახოთ ახლა მივიდეთ უკვე ირაკლისთან და ნახოთ როგორ წარიმართება ჩვენი დღე. ირა როგორ ხარ? გამარჯობა კოკა. როგორ გინდას კარგად, შენ როგორ ხარ? ავიდე მან ვართ რა. კაია. ჩვენ მე მგონი აღდომის უნარია აღდომამდე გადავიდეთ, ხო? ხო, სადღაც კი. მაშინ 40 დღე შეგვიძლია რომ ერთმანეთს ქრისტე აქვს დღეს გამარჯვების მაგივრად, ერთმანეთს მივესალმოთ ქრისტიანულად. ეს გვაქვს ფეხის დღე. დადგა ხო? იგი რა ქვია, საოცრება, მოკლედ ფეხის დღე. მოკლედ ყველა საინტერესებს ფეხი ჩვენი ფეხის დღე. ძალიან საინტერესო ვარჯიშები გვექნება, შეეხება ფეხს. რა ვიცი, არავის არ უნდა დაავიწყოს, რომ ფეხის ვარჯიში აუცილებელია, ზოგს გონია რომ აი ფეხი არ მინდა და ხო იცი, აი ზევით უნდა გაზდა რა და ფეხი ამას მე ვარჯიშების თანმიმდევრობის დროს მე ყველაფერს მოგახსენებ დაწრულებით და აი ადამიანს რო შეხედავ ხა ხო? წელს ქვევით გვაქვს ფეხი, წელს ზევით გვაქვს ძალიან ბევრი სახეობის კუნთები, ხო? ბიცეპსი, ზურგი, ტრიცეპსი, მკერდი. ასე რომ ანის ნახევარი შეადგენს ფეხს, ამიტომ ფეხი არის ნომერ პირველი ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე ძნელი გასაკეთებელია. ნუ არავინ მეც პირადად აი კაცისთვის უფრო რა, ქალებს უფრო უმარტივდებათ ფეხების გაკეთება რა. აი მეც აი ფეხს აი კვირაში ფეხს რო გადავაგორებ, აი всё რა მკერდი, ზურგი და ისა უკვე ესეთი ვარჯიშებია რა. ანუ ყოველთვის ძნელი გასაკეთებელია, მიტო ეზარება ყველას და არა და არა ჯობია მაგას მიეჩვიო და სტაბილურად აკეთო, ვიდრე დიდი ინტერვალებით, იმიტომ რომ მე ჩვევი და ყოველთვის რთული არის რა. რა თქმა უნდა, აი როგორ აიცი, ძნელად გასაზრდელი ბავშვები რო უფრო უყვარს, ხო დედას. აი ეგრე შემიყვარდა მე 3 წელი კვირაში ორჯერ სულ ფეხს ვაკეთებდი. ხო და აი ესეთი კუნთია ესეც რა, აი ძნელად გასაზრდელი კი არა, აი ყველაზე რთული გასაკეთებელი და ყველაზე ესეთი რა, აი, მაგრამ აუცილებელი მნიშვნელოვანი. ხო, სანამ ვარჯიშთა აი დავიწყებ, მე მინდა რაღაცა მაყურებელს პატარა ლექცია გვექნება. მაყურებელს აი რაღაც ერთწუთიანი რაღაც მივაწოდო. აი მეგობრებო, ნახეთ, სტატოდინამიკური ვარჯიშები, მოკლედ რა. მე ამას თქვენ უცებ წაგიკითხავთ, სულ დამჭირდება 1 წუთი რა. ალბათ თქვენ შეგეზარათ, ვერ დაგუგლეთ თუ რაღაც იყო, მაგრამ მე თქვენ წაგიკითხავთ, რომ უბრალოდ თქვენთვის მისაწვდომი იყოს ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ჩვენ და რაც ნიშნავს ეს ყველაფერი. სტატოდინამიკური ვარჯიშები არის ფიზიკური დატვირთვის სახეობა, რომელიც აერთიანებს სტატიკურ კუნთის დაჭიმის მოძრაობის გარეშე და დინამიკურ, ანუ დინამიკა არის მოძრავი კომპონენტებს. ეს მეთოდი მიზნად ისახავს კუნთის მაქსიმალურ დაღლას მცირე წონებით, რაც ხელს უწყობს ძალისა და გამძლეობის ზრდას. ეს ერთი. მცირე წონები გამოიყენება მაქსიმალური წონის დაახლოებით 30-50%, რაც ამცირებს სასასხრე სისტემის დატვირთვას და დაზიანებას. ანუ შემიძლია აგიხსენოთ, რომ აი ის მოძრაობები, რა მოძრაობებსაც ჩვეულებრივად კლასიკური ის დიდი ამპლიტუდა ქვია, რა თქმა უნდა, თუ ძალიან ზეტექნიკურად შეასრულებ, პროფესიონალები უკვე აღარ უშვებენ შეცდომას რა, იმიტომ რომ იმათმა უკვე იციან ეს ყველაფერი, მაგრამ ეხა დამწყებისთვის აქ ვიღაცამ ახსენა, რომ დამწყებისთვის ეს მოძრაობებიო ცოტა რთული არისო რა. პირიქით, ნახე, დამწყებმა უნდა დაიწყოს ეს მოძრაობები, რომ ნაკლები ტრავმა მიიღოს რა, თორე ეხლა ადამიანი რომ რაღაც დარბაზში შემოვა და რაღაც სახსას დაიზიანებს 2-3 თვე ხელს ვეღარ მოხრი, შეიძლება იმას ვაფშე შეძულდეს დარბაზი, ხო ხვდები რას გეუბნები რა. ანუ არის ესეთი რაღაც რო ფსიქოლოგიურად შეიძლება ვერ შეეგუოს დარბაზს რაღაცა ტრავმები, მე მოვაკიდე რაღაცას დაიზიანებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი ამცირებს აი ამ ტრავმებს. ეფექტი ეს იწვევს
მოითხოვს კუნთებში ძემჟავის დაგროვებას და მეტაბოლური სტრუქტურის შექმნას, რაც აქტიურებს კუნთის ზრდას. უსაფრთხოებაში რა ხდება? სახსრებისა და ყესების უფრო უსაფრთხოა ვიდრე დიდი წონებით ვარჯიში. ეს ყველა ხან მოგახსენებთ, უბრალოდ ახლა ჩამონათვალში იყო. აქ ბევრი რაღაცებია, კიდევ ყველაფერს არ წავიკითხავ, მაგრამ ძირითადი კოკა მინდოდა რომ ეს მიმეწოდებინა მაყურებლისთვის რა, რომ აი მართლაც რა, აი უნდა გვესმოდეს ესეთი რაღაცა, რომ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას ვაკეთებთ ჩვენ რა. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ნაკლებ ტრამვას, აი დამტკიცებულია უკვე რომ მართლა აი პროფესიონალებისგან რომ კუნთის გაზრდის შემთხვევაში, აი დიდი წონებით ვარჯიში და სტატოდინამიკურ დროს ვარჯიში, დაჟე კვლევები ჩატარდა მაგ დონეზე, ის ახლა ისეთი ხალხის კვლევებია ჩატარებული, რომ ჩვენ შეიძლება არც დაგვესიზმროს ეხა რა, ჩვენთან ფიტნესი და ეს საერთოდ შემოვიდა დაახლოებით მაქსიმუმ ამდენი ხანი იქნება 20 წელიწადი, ხო, დაახლოებით, ხო? შეიძლება პროფესიონალურ დონეზე რომ წინ მივიწევთ და ეს უკვე დამტკიცებულია, ველოსიპედი გამოგონილია უკვე. უბრალოდ სწორი მიმართულებით უნდა გავყვეთ ამ ყველაფერს და მე იმის თქმა მინდა რომ ის რომ დიდი წონები უფრო გაგზდის ვიდრე ჩატეწონები და რაღაც ესეთი მოძრაობა, ეს არის აბსოლუტურად მიფი, იმიტომ რომ აი ნებისმიერ ადამიანს ეხა ვინ ჩვენ გვიყურებს, აი შემიძლია, ეხა მაგდენი დრო არა გვაქვს, რომ ეხა კიდე რაღაცები ვისაუბრა, ვისაც დაინტერესებს, მოვიდეს ჩემთან, აი გოლჯიმში ვარ, არანაირი პრობლემა არ არის, ვისაც დაინტერესებს, პირადში მოვიდეს, ნებისმიერ დროს, ვარჯიშის დროს, რაც არ უნდა იყოს, გინდა თეორიულად, გინდა პრაქტიკულად, გინდა აი ნებისმიერ ასპექტში შემიძლია ადამიანს დაუმტკიცო, მე რასაც ვამბობ, რომ მართლა ეხა ჯერ ერთი ალბათ ცოტა ასაკსაც უნდა ვცეთ პატივი, რომ 35 წელია განტედა შტანგა არ გამიგდია ხელიდან რა და ბოლო 10 წელია უკვე ამ პროფესიონალურ დონეზე მივყვები ამ ყველაფერს. ჩემი კუნთის გაზრდის სიტუაცია, რასაც ჩემ ორგანიზმში შეეხება, ჩამოყალიბება, ცვლილებები, რაც შეიძლებოდა მე მიმეღწია, ეს გამოვიდა ზუსტად იმ სტატოდინამიკური მოძრაობებიდან. რა ვიცი, ვარჯიშობ, ჩემთვის გემრიელია, ტრამვას არ ვგებულობ, კუნთი მეძდებ, მე რა გვინდა, რა ვიცი, არც არაფერი, მეგარი ყველა. ასე რომ მეგობრებო, აი ეხლა გვექნება ჩვენ ფეხის ვარჯიში და კიდევ დეტალურად ავხსნით ყველაფერს გემრიელად. მოკლედ ეს სტატოდინამიკური მოძრაობები რას იყო და როგორც არის, ეს კიდევ შეგიძლიათ ამას 1000 რაღაცა ეხლა მე მაქსიმალურად წაგიკითხეთ ის რაც მართლა ყველა ადამიანს მინდა კოკა მივაწოდო, ნებისმიერ აი და კიდე რო იციან ბიჭო ესა რა ქვია რაღაც აი მეგობრებო ყველას გირჩევთ ესეთ რაღაცას, რომ ეხლა აი პოლიტიკური სიტყვებით რო საუბრობენ, ხო ხვდები რაღაც უცხო სიტყვებით და თითქოს რაღაც ბიჭო მარკას იწევ შენ გავიგე რომ რაღაც წაგიკითხია თეორიულად, მაგრამ ის ხელვაჩაურში რო არის ეხლა სადღაც და უჟგულში რო ტიპია, ხო აზეხარ და სადღაც ეხლა საჩხერის ბოლო სოფელში არის ბიჭო, ის სოფლელი ტიპია მოთოხნა რაღაცა გამოვიდა დაჟდა ტელეფონი დაიჭირ რაღაც ვარჯიშებს, არ ესმის იმას არჩენის ჟემჟავა და არჩენი ჰიპოტროფია და არჩენი რაღაცები აუხსენი გლეხურად, ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მისაწვდომი, თორე ეხლა შენ ძალიან კარგად იცი ეხლა მასეთ სიტყვები და მე რო დავდი ეხლა შეიძლება 1 საათი ვილაპარაკო მასეთ სიტყვები აქ და რაღაც ეხლა მე მარკა ავიწიო და ხალხს ვერ გავაგებინო, ეს რაც შეიძლება ის მიტოვართ აქ რომ უნდა გადმოვცეთ, რა თქმა უნდა თეორია საჭიროა, მაგრამ გასაგებიანაზე რა, შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. всё. გადავიდეთ. მოკლედ ეს იყო, ხო, აი უცებ სურა მოდი, აი კიდევ გაგაცნობთ. ეს არის მოკლედ ჩემი ბიჭი, სურა ლომთაზე. კოკას გახსოვს ხო, რომ რა პატარა იყო დარბაზში და მოიყვანე, ხო, რასპე. 7 წლიდან მე მგონი სულ დარბაზში არის. გაახლავთ გოლჯიმის პერსონალური მწვრთნელი და მოკლედ რა ვიცი, დღეს მენაშია და აი დავიჭირე რა, მოკლედ რა ისეთ დღე გამოვიდა დღეს და ვისაც დაგაინტერესებს ჩემო კარგებო და რაღაც ისეთნაირად გადაწყვიტავთ, შეგიძლიათ მიმართოთ სურას და რა ვიცი, დაგეხმარებათ რაც შეიძლება მაქსიმალურად ყველაფრისთვის და აბა შენ ახლა მეც აღარ მოგასცენ დარბაზის საქმეები გაქვს და მიხედეთ დარბაზს და აბა თქვენიც. მადლობა. მოკლედ გაიზარდა, კარგის დრო. კარგი, ძალიან კარგია ოჯახური საქმეებიც, ყველაფერი, მაგრამ მივხედოთ საქმეს და ვიწყებთ უკანა ბიცეპსს. ძალიან კარგი, დავიწყოთ. მოკლედ ვიწყებთ ფეხის ბიცეპსისგან ვარჯიში. ეხლა რაც შეეხება, ალბათ ყველას დარბაზში არის ესეთი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული უკანა ბიცეპსის. ჩვენ ეხლა რა ხდება, ვაყენებთ ამას ისე, რომ აი ეს რბილი ბალიში უნდა აუცილებლად ჩაჯდეს აი ამ მოსახელში. არავითარ შემთხვევაში აი აქ რო აქვთ ჩადებული რბილი ბალიში შეცდომა, იმიტომ რომ იმდენი დატვირთვა არ გადმოდის და რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გადმოვიტანოთ აი ზუსტად აი ქუსლისა და წვივის
წვევის ხარში ჩავსვათ და პირველი წონა რა თქმა უნდა ვაკეთებ ჩატეს, ხო, ფეხის ვარჯიშები გვექნება 20-20 გამეორება. ნახეთ როგორი სიტუაცია ახლა მეგობრებო. აი მე ახლა მორგებული მაქვს ჩემი ეგრეთ წოდებული მოწყობილობა ჩემ ფეხზე. ზუსტად ქუსლის არეში ჩავსვი ეს ყველაფერი. ამ ფეხს ვატრიალებთ, ნახეთ, აი ამ მდგომარეობაში საჯდომი დაწოლილი არ უნდა გქონდეს და ოდნავ უნდა წამოვწიოთ ზევით, რომ იმ დაჭიმულობის კუთხე გავზარდოთ და აქედან ვიწყებთ მოძრაობას. ნახეთ, დაჭიმულ მდგომარეობიდან ოდნავ საჯდომი ზემით წამოწეული და ვიწყებთ აი ამ მოძრაობას. აბა კოკა, აი ნახე, ზუსტად აი ესეთნაირად, ნახე, კოკას ახლა ამ შემთხვევაში დაჭირდა ოდნავ დამოკლება, ჩააჯინე, ნახე, კოკა, ფეხები შეაერთე, ესენი ამოატრიალე, ნახე, ეს საჯდომი წამოწიე, აი ესე, მოკიდე ხა ხელები დაითრიე, აი აქ უნდა სიცარიე და, всё, ეგ არის, დაიწყე აქედან მოძრაობა, წამოიღე, სტოპ, წამოვიდა. ცოტა ტემპს მოვუმატე, 3, 4, იგივე სიტუაციებია ესენი ზუსტად, რასაც ვაკეთებ ნებისმიერ კუნთზე, იგივე მოძრაობას, მაგრამ ეს საჯდომის წამოწევა, ნახე რას აკეთებს, კუნთს წელავს, ხვდები? აი როგორც რუმილულ იაგას ვაკეთებ რა. ეს ბოლო 5, 1 ყოველთვის ვიძახი ესეთ რაღაცას, რომ ბოლო 5 ყოველთვის უნდა იყოს. კი, ძალიან რთულად შესრულება. ის რაც ჩვენ გვინდა. და კიდე იმას რო ამბობენ, რომ წვას ვერ გძნობ. ხო, ჩემთვის ხშირად ვთქვას, რომ მეორე მესამე გამეორებაზე ვერ ვგრძნობ კუნთს და ახლა სტატოდინამიკურ მოძრაობაში ყოველთვის გძნობ წვას. ანუ წვა ზუსტად აღარ გამოვიყენებ ახლა პოლიტიკურ, მაინც გამოვიყენებ. კარგი, ეს არის ჰიპერტროფია, რომლის დროსაც წარმოიქმნება ძემჟავა, რაც მეტი ძემჟავა წარმოიქმნება, მით მეტი წვა არის ორგანიზმში და ეს ყველაფერი წარმოიქმნება მეტი სისხლის შეტენით. რაც მეტ სისხლს შევტენით კუნთში, მით მეტი ჰიპერტროფია რას ნიშნავს ახლა? მაგასაც აგიხსნით ახლა ამ სიტყვას, რომ ეს არის პატარა მიკროკაპილარების დაზიანება კუნთის ბოჭკუებში, რომელიც შემდგომ და კიდე ამას მივამატებდი, რომ ჩვენ არაზოს არ ვიზრდებით ვარჯიშის დროს, ხო იცი? ძილის დროს და როცა ვძინავს, როცა ვჭამთ. აქ ჩვენ არ ვიზრდებით. აქ ჩვენ ზიანს ვაყენებთ ჩვენს სხეულს, სტიმულაციას ვაძლევთ რა ზრდის საომარ. ზიანს ესეთნაირად, რომ მიკროტრაუმები ის დამძრად რაც დასაძრველი არის ჩვენს კუნთში. ეს ახლა ცოტას მოვუმატებდი მე. გარდა ვთვალე. 19. რა, 1-იც? ხო. არ გაწყენებ. შემდეგი ვარჯიში გვექნება იზოლირებულად თითო ფეხის დატვირთვა უკანა ბიცეპსის, ეგრეთ წოდებული. უკან ნახე რა ხდება, ფეხს ვდგამს სწორად, ამ ფეხს რითითაც მყარად ვარ. აი რითითაც ვხრი, ამას მუხლს ვადებ. ეს საჯდომი როგორც იგივენაირად უკან გაწეული. უკან ნახე, აი ამ მოძრაობას ვაკეთებ, რომ ის უკანა კუნთი გადავქაჩო და აქედან ვიწყებ მოძრაობას. მე რო ესე გადავწვე რაღაცნაირად ვერ, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ესეთი წერტილი აღმომაჩინე, ესეც სადაც უფრო მეტი დატვირთვა მაქვს უკანა ბიცეპსის. უმეტ 19 და ესე ჩვენი 20. მოდი აბა, ეგ არის. ეხა ნახე. ეს ჩამოაყრდნი, ამითი ესე მოკიდე. ეს ჩააგდე, საჯდომი გამოწი ესე. რაც შეიძლება მაქსიმალურად. ოჰო, წავიდა. აი 20 კილოგრამიანია და აი როგორ აი გძნობ, რომ აი მეც თითქოს პატარა ფეხი არა მაქვს გენეტიკურად, მაგრამ ამ 20 კილოგრამიანის ესე კეთება აი ზუსტად ის რაც ჩვენ გვინდა. დაკალა, ხო? ჩამეჭიმა მაგრად. ხო. აჰა. თავარია ეს წელი ჩაგდე და ეს საკუთარი გამოწიე. ეგ არის. აჰა.
და საერთოდ არა მარტო ფეხის, მეგობრებო, არა მარტო ფეხის, საერთოდ თქვენ სხეულზე იმ ჩამორჩენილი კუნთს თუ გინდათ რომ მიდი. ერთი რამდენი იყო? 2 3 4 და 5. ყოველთვის აქცენტი ეძლევა. პირველ ეტაპზე დასვენებული როცა მოდიხარ, გახურების შემდეგ იმას ურტყამ, რაც ჩამორჩენილი გაქვს. უფრო ეფექტურად ხდება იმ კუნთის გაზრდა. ნუ ეს კი აუხსენი, რომ გავუკეთებთ, მე დააბრუნე თავის ადგილას. ეხლა ყველაზე კარგ ვარჯიშს ვაკეთებთ, რასაც ქვია რუმინული შტანგის ამოტანა. მესამე ვარჯიში ალბათ ყველასათვის საყვარელი. ნუ ეხლა ისეთ სპორტსმენებზე ვამბობ, ვისაც განაკეთები აქვს ეს ვარჯიში. ალბათ არ გჭირდებათ ახსნა როგორც უნდა ამის შესრულება, მაგრამ ესეთ ხალხს მიმართავ. მაინც ჩვენსაც ვიტყვით რა, როგორ უნდა გავაკეთოთ რუმინული წიაგა, ეგრეთ წოდებული. რუმინული წიაგის შემთხვევაში ეხლა ეს რო ჩამოვიღო მე იმდენად ვეღარ აუხსნი და დავიღლები. ჩამოღების შემთხვევაში ფეხები უნდა გქონდეს მხრის სიგანეზე ოდნავ ვიწროთ, არც ესე არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ბალანსი ვერ დავიცვათ, არც ძალიან გაშლილად. დაახლოებით აი ესე ჩვეულებრივად დავდგებით. რაც შეიძლება ჩვენი შტანგა ყოველთვის უნდა ჩავაცუროთ ფეხის, აი დაჟე ეხლა მთლად კანს და კი უნდა დავიზიანებთ, მაგრამ უნდა მოხდეს შეხება ისე, რომ ზუსტად აი ამ ფეხის და მუხლის მიდამოებში ვამოძრავოთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვექცეს წინ. როდესაც წინ გაგირბით შტანგა, ეგრევე გადმოდის მთელი დატვირთვა უკანა ხერხემლის, უკანა მალებზე რა, ასე რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. რაც შეიძლება მოძრაობას, ეს პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი. აქაც მაქსიმალურად საჯდომი გვაქვს გატანილი უკან. რაც შეიძლება რომ ეს ჩავთოთ მოძრაობაში, ვიწყებთ აი აქედან დაახლოებით მოძრაობას და ჩაგვაქვს იგივე ნახეთ, იგივე სიმაღლე, რა სიმაღლეც აქვს მუხლიდან, საიდანაც ვიწყებთ მოძრაობას, იგივე სიმაღლეზე ჩაგვაქვს ქვევით. ანუ აქედან მოგვაქვს და ვაკეთებთ ამ მოძრაობას. მოძრაობის შემდეგ ეხლა მე მაგას განახებთ მოძრაობაში. მოძრაობის დროს ვიწყებთ ნელ-ნელა მუხლების გასწორებას, რაც შეიძლება მაქსიმალურად. თუ ჩვენ ბოლომდე დაჟე გავასწორებთ მუხლს და საჯდომს გავწევთ, რაც მეტი მუხლის სწორდება, კოკა მით მეტი იჭირება ეს უკანა ბიცეპსი. კარგით. ეხლა ცოტა ეს რთული გასაკეთებელი ვარჯიშია და ამ ყველაფერს უბრალოდ შტანგასთან ერთად ვერ ვიტყოდი ნამდვილად. ხელებს ჩვეულებრივად ვკიდებთ აი ჩვენი ფეხების პარალელურად დაახლოებით აი ამ მდგომარეობაში. ჩამოგვაქვს, ფეხებს სტოვებთ ზუსტად ისე როგორც მიაგიხსენით. ნახეთ, აი აქედან. კიდე მნიშვნელობა რას აქვს, კოკა, ნახე, ზოგი პირდაპირ ესე უშვებს. ესეც შეცდომა არის. ხრები გადავიტანოთ უკან და ჩავკეტოთ, რომელიც აუცილებელი, იმიტომ რომ თქვენ თუ მიეჩვევით ესე სულ ჩატანას ხრები ნენელა გადმოგივა წინ ყოველთვის რა, ნებისმიერი ჩაქაჩვის დროს. ასე რომ ხრები ყოველთვის უკან ჩაფიქსირებული უნდა იყოს, რომ ჩვენი სხეული მოვიყვანოთ ზუსტად იმ მდგომარეობაში, რასაც ქვია სწორი ასანკა რა, ანუ სწორი სიარული. დავიწყეთ. ვიწყებთ აქედან მოძრაობას. რაც შეიძლება უკანა შაჯდომი გაწეული უკან და ვიწყებ ფეხის გამართვას მოძრაობის დროს. რაც კარგია რა. წამოიღო ბოლოს. ნახავ ახლა ხო? ნახავ რა. მაგარი ვარ. ანუ ეს მეგობრებო არის ერთ-ერთი ფეხის უკანაბი. ანალოგია მას არ აყავს რა. კარგია გოგა. ნახე. ესენი გადმოწიე. აი ეს შეიძლება. წავიდა. აჰა. კაი ბიჭი. ფეხები ნენელა დაიწყე ფეხების გასწორება, რაც შეგიძლია. გამართვა. აჰა. ცოტა ტემპს მოუმატე თუ არა დაგლის. იდეალურად ასრულებ. ცოტა ფეხი გამართე, რაც რთული არის. ფეხის გამართვა. ძალიან გაიყო. ეგრე დაიჭიმა. ზუსტად მთელი ამბავი არის აი ამ ფეხის გამართვაში. რაც მეტი მოხრილი გაქვს ფეხი, მე საჯდომზე გადაახ. ხო, და იგით იშება. ამას მართავ, თითქოს არ უნდა წასვლა, მაგრამ უნდა მიაწვე. ყოველი დაშვების დროს აქცენტი უნდა ქონდეს ფეხების გამართვაზე. ეს არის მთელი მუღამი ამის, რომ უკან გაწელილი საჯდომი ფეხების გამართვის დროს ისე ჩატანა, რომ მაგ დროს ხდება. წარმოვიდგინე, რომ ჩაგაქვს
გინდა არ გინდა ბიომექანიკურად შენ აქ იხრები. ხო და მან უნდა გაუწიო წინააღმდეგობა. ზუსტად ის სადაც იხრები იქ უნდა გაკაჩო რომ ის გაწელო. რომ მეტი გიპერტროფია მოხდეს. ისე რა მაგარი ვარჯიშია სხვებთან შედარებით იქ. ორი ვარჯიში გავაკეთეთ და აქ ორი მისვა გავაკეთეთ და სუნთქვაზე ორივეს როგორ გეტყობა? მითო გავაკეთეთ ის ორი ვარჯიში რომ ამისთვის მოსამზადებელია ამისთვის. აი მაგის თქმა მინდოდა და მოიკითხე. მოკლედ, მეგობრებო, ეს გვექნება ჩვენ მეოთხე ვარჯიში უკანა ბიცეპსის და ამეთი დავასრულებთ უკანა ბიცეპს. ეს არის საკმაოდ ჩვენ რაც გავაკეთეთ ახლა თავიდან სისხლის შეყვანა, შემდეგ იზოლირებულად თითო ფეხის დამუშავება, რუმინული წიაგა ეგრეთ წოდებული და ეს ყველაფრის ანუ გვირგვინი ბუკეტი ეგრეთ წოდებული არის ეს მოწყობილობა. აქაც ჩვეულებრივად ვაკეთებთ ზუსტად აი ამ ადგილში რომ ჩაგვიჭდეს ფეხი, თუ გაქვთ ესეთი მოწყობილობა თქვენ. დიდი წონა არ არის საჭირო, არც ამის ბოლომდე აწევა არ არის საჭირო. იმიტომ რომ ქვედა მოვერგებით ფეხები აუცილებლად შეტყუპებული გვაქვს ისეთნაირად გააკეთეთ რომ ხრები გადაწეული ქონდეთ აი მე მაგალითად აი ამაზე ვკიდებ ხოლმე და აქ ჩემთვის უფრო ეს კომფორტული არის რა და აქედან შემოგვაქვს ფეხს არ ვშლით ბოლომდე აქაც სადღაც მოხრილად ვტოვებთ 60 გრადუსით და შემოგვაქვს ბოლომდე აი ვაკეთებთ ამ მოძრაობას ცოტა ჩატეწონა ავიღე მაგრამ არა უშავს შემოტანა ცოტა სწრაფად შედარებით გაშლა ცოტა ნელა რასაც ქვია ნეგატიური და პოზიტიური ფაზა ესეც შვენიერი აჰა მიდი. Давай. ეგარი. Давай. მოკლედ გადავედით კვადრიცეპსზე, ხო? მოკლედ, საკმარისად ვიეცით პატივი ჩვენი ფეხის უკანა ბიცეპს. 4 მისვლა გავაკეთეთ, 4 ვარჯიში. ვფიქრობ საკმარისია. ეხლა გადავიდეთ წინა მხარეზე. ეხლა ჩვენ საერთოდ ფეხს არ შეეხება. ფეხს აქვს 4 სახის კუნთი რა, მოკლედ. საერთოდ რომელი მხარეც უფრო მეტი განვითარებული გაქვთ, იმას უნდა მიაქციოთ ბრატე. აი კოკას შემთხვევაში ეხლა, კოკას დომინირებს. ნახეთ მეგობრებო, რამხელა ის აქვს და, ნუ ეგრეთ წოდება, კვადრი, სიდა კვადრი, მოკლედ. ნო, ეს დიდია. ხო, ამ შემთხვევაში, კოკას შემთხვევაში უკანა მე ცოტა აქ სისქემაკლია აი ამაში რა, უკანა ბიცეპსი არის სამუშაო და აი აქ არის სამუშაო. ეს საკმაოდ კარგად განვითარებული აქვს გენეტიკურად, ნუ ეხლა აქაც ეს არის, ნახე, გამოყოფილა და არის, მაგრამ კი არა აქ რა. ჩემ ფეხს რაც შეეხება, ეხლა მე აქ არ მაწყენდა ოდნავ თუ დავიმატებდი, ანუ ამას აქცენტს მივაქცევდი და ანუ კვადრი მე ისედაც, რავი. ჩვენ ეს მაგრად ხა ეს საერთოდ ეს ფასდება რა, ანუ ფეხის ფორმაში. და ეს თერზის კიდეს. აი ეს შიგნით აი. რა თქმა უნდა და ნუ ამას მივაქცევთ ყურადღება რა, რომელი კუნთის წამოწევა გვინდა. კარგი, უკანა მხარე მოვჭით, გადავიდეთ კვადრიცეპსზე. მოკლედ ერთი სულ ვარჯიშები ხო არ არის, რაღაც პატარა იუმორშიც გადავიდეთ, ხო? ერთი მეგობარი არის, მოკლედ ჩემი და აი ამ ტრენაჟორზე ზის რა ხო ხვდები, კოკა და აი ესეთნაირად არის და ტიპი არის როგორ იცი? აი ესე რა. აი ესე არის და ტელეფონი უჭირავს ხელში ესე რა. ხوازე ხარ და მე აქედან მოვდივარ და ტიპს აქვს 20-იანები გაკეთებული, გესმის? ხო და ავდექი და მივეპარე რა და დაუმატე კიდე 20-იანები იქედან და აქედან რა. ხო და შემოვედი ახლა მეგობარია რა ჩემი და ალბათ მიყურებს და გაიცნება და მე შემოვედი და ესე დგას და უყურებ და რა ვახარ ტარას მეთქი როგორ ხარ? რავი ბიჭო ვაკეთებ, მაგრამ მეთქი ვა კარგად აკეთებ მეთქი და ბიჭო რა ვიციო ხო მიჭირს ამ წონის გაკეთებაო რა მეუბნა არ და 20-იანები დამატებული მაქვს უკვე რა. რა გიჭირს მეთქი ბიჭო აქ არა ვარ მეთქი მიდი და გაგაკეთებინებ მეთქი რა და დავაი დაიწყე მეთქი და დაიწყო ტიპმა კეთება ბიჭო რა. პლუს 20-იანების დამატებული აქვს ზევიდან და აკეთებს გააკეთა 12 ჯერ საკაიფო ჩამო. ვაუ შევძელიო და მეთქი 20 ზევიდან კიდე დაგიმატე მეთქი და კაცი გადმოვიდა და უყურე. ვაიმეო ესონა უწყურებაში არ გამიკეთებიო ეს რა გამიკეთე. ანუ ეს რატომ მოვყევი ახლა იცი? ფსიქოლოგიური მომენტი ქონდა ახლა იმას ისეთი რომ რამე არ დავიზიანო რაღაც, მაგრამ ის სწორი მოძრაობით და სწორი მოქმედებით როგორც უნდა გამეკეთები ახლა ის ჩადიოდა ბოლომდე ესე ჩარწყამდა მუხლის სახსარს, ამოდიოდა, ჩაკეტავდა ფეხს, ხო ხვდები? ჩადიოდა ხო და ანუ პატარა კორექტირება მივეცი, ცოტა წონას დაუმატე და ადამიანმა მოკლედ ესეთი ის იყო რა პატარა კურიოზი დარბაზის. კარგი, გადავიდით ახლა ჩვენს კვადრზე. ამას კიდე დავუმატოთ რა. მოკლედ, ვაგრძელებ ჩვენი ფეხის ვარჯიშს. 50 კილოს ხდება.
გადავდივართ კვადრზე. ამ შემთხვევაში ფეხები გვაქვს მაქსიმალურად შეერთებული. შევეცადოთ ჩვენი მოწყობილობა ისე დავაყენოთ, რომ ნახეთ, აი ეს ზუსტად ეს სახსარი, ზუსტად ჩაკეტილი იყოს ჩვენს. ზოგი არის კიდე რომ აი ამას დაახლოებით აი ეს აკეთებს და აქ სიცარიელეს ტოვებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებლად მიბჯენელი უნდა იყოს. თითქოს არაფერი, მაგრამ ყოველთვის ფეხის გაკეთების დროს არც ერთ შემთხვევაში მაინც წინა მხრები არასდროს არ უნდა ყოველთვის უნდა გქონდეს გადაჭიმული, მხარი, გულმკერდი, მთელი სხეული, რომ სხეულმაც იგრძნოს ის გამართულობა. კარგით, დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ რო ქუსლებით ქვევით ვატრიალებდით, ეხლა ჩვენ პირიქით ზევით, აი ცხვირების ზევით მაქვს მოკაჩული და ეხლა დავასრულებ და თან კიდე აგიხსნით. კოკა იყო 20? კი. მე მგონი იქნებოდა. კი. კიდევ შევეცადოთ როგორ რაღაცას, იცით რომ კვადრზე რო ვზივართ ნებისმიერ ტრენაჟორზე. ამ ტერფებს ხო ამოვხაჩავთ ზევით, რაც შეიძლება, როდესაც ბალიში აგვიდევს. კიდე ის აქცენტი გავაკეთოთ, რომ თითქოს ამის მიწოლაზე კი არ ამოგლეჯა გვინდა. ხვდებით, თითქოს აი ნახეთ ეს მომენტია კიდე რა, რომ თითქოს ამის ამოგლეჯა გვინდა ზევით რა. იქეთ გაწოლა კი არა, ზევით ამოგლეჯა. გააკეთებ ამაში, არ არის პრობლემა. ძიმია? კი. კაი, მოგიხსნი ერთს მაშინ. კიდე მძიმეა? კი. ძიმეა 150-ია. წავიდა. ქვევით დაუშვი. ქვევით ჩაკეტვამდე. აი ეს ქვევიდან წამოვიდა. ეგ არის. კარგია. აფიქსირებ, რომ წონებს მნიშვნელობა რა, ხო? ისე სხვათა შორის კიდე ამას დავაყოლებდი, რომ მე ვფიქრობ მაინც კოკა ესეთ რაღაცას, რომ შედარებით, ნახე, ზურგის ვარჯიშთან, მკერდის ვარჯიშთან, ხელების და ბიცეპსის და მხრის ვარჯიშთან, ფეხის ვარჯიშის დროს ალბათ მეტი დასვენება არის საჭირო. იქ რო ვამბობ, რომ რაღაც 60 წამი და რაღაცა. ეხლა ამ წონას უაკეთებ, აქ 60 წამია უკვე არ ყოფნის ამის მეორეთ მისასვლელად რა. ფიქრობ ალბათ 1-2 წუთი ორგანიზმი უნდა დაასვენო, როდესაც ფეხს გააჩინე რა. ეხლა იმაზე რო ზიხარ მაგალითად გამშელ მომხრელზე მაგ დროს შეგიძლია ჩასვა რა. პირველ მე ვარჯიშზეც როცა ხურდები, მეორეზეც არ გჭირდება მაგდენი მაგდენი დასვენება. დასვენება. 60 წამში ვერ მიხვალ. ვერ მიხვალ, ხო და. აი ვერც ამაზე ვერ მიხვალ 60 წამში რა. წონას გააჩინე თუ მძიმეს აკეთებ, ბევრს აკეთებ, რაღაცა მეხუთე ვარჯიშია და ასე შემდეგ. არა, ხო. იცვლება ეს რა. მისვლით როგორ ვერ მიხვალ, მაგრამ ის ეფექტი არ ვეღარ ექნება. გააკეთებ. ის ეფექტი არ გექნება. როგორც გინდა. ეს არ გექნება და ამიტომ ჯობია რომ ფეხი კარგად ავასვენოთ. როდესაც ესეთ ეხა წონებს არ აქვს მნიშვნელობა, ეხა ჩვენმა ბატონმა ოპერატორმა გაამახვილა ყურადღება, ეხა ვიღაცა იტყვის, აბა წონებს არ აქვს მნიშვნელობა, ამ წონას აკეთებს ეს კაცი. მე ამას ვაკეთებ მეგობრებო 20 ჯერ. ანუ ესე იგი ჩემი წონა მიტო არის რომ 20 ჯერ ვაკეთებ. თუ მე ეს გამიჭირდა და ამას ვერ ვაკეთებ 20 ჯერ, კეთილს ვინებებ და ამას მე ჩამოვხსნი ერთს. რა პრობლემაა. მაგრამ მე ეხა მივედი იმ ეტაპამდე რომ ამის გაკეთება შემიძლია 20 ჯერ. ასე რომ თურმე სტატოდინამიკა ვერ ზრდის იმას, ხო, რაღაც მოსაზრებებით. ძალას. ხო, ძალასო და რაღაცა და. მოკლედ თვითონ მოხდება ამ ყველაფრის დამატება, გაზრდა და ციფრების გაზრდა. ყოველთვის მეუბნებოდა ჩემი ტრეინერი, რომ არასდროს ყურადღება არ მიაქციო ციფრები ისე მოიმატებს, შენ თვითონაც აზზე ვერ მოხვალ. მაგას არ უნდა მართლა არ მიაქცია ყურადღება. აბა, მესამე მისვლა. სხეულს უნდა დააკვირდე და აქედან გამომდინარე სიმძიმე უნდა გაზარდო, დატვირთვა რა, თორე აქ ხა ციფრი რიცხვი ან რა ეწერება მაგას მართლა არ აქვს მნიშვნელობა. 1 2 3 4 აქ არის ჩვენი სხეული, კუნთები, მათი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე გვაქვს რაღაც დამატებითი სიმძიმე, რაც არის ჩვენი კუნთებისთვის წინააღმდეგობის საშუალება. აბსოლუტურად. მეტი დატვირთვა, ვიცით რომ სტიმულაცია მოხდეს. ზრდის, ენერგიის, ხარჯვის, ცხიმის წვის თუ რაც გვინდა რა, ყველაფერი ერთად. აბა რა, აქედან გამომდინარე მართლა აქ ამას 25 ეწერება თუ 5 რა მნიშვნელობა აქვს თუ შენს ადგილას ვიღაცა სხვა იჯდება, იმის სხეულის მონაცემებიდან გამომდინარე იმის კუნთს რა დატვირთვაც წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში. აბა რა. ჭირდება ის უნდა დააყენო სააქტორე. რაწონას დააყენებ, ანუ მართლა არ აქვს მნიშვნელობა. ეხა იქ ნახე, კარგი თქოს, კარგი გამგონი უნდა რა. აი, გავაგრძელეთ. დაუბრუნდეთ ჩვენსა. აი ეს ბოლო 5 მომწონს რა.
ეგ არის მთელი. მაგისთვის ვარჯიშობთ, რომ ეს ბოლო 5 გავაკეთოთ. მით თუ მოგისწრაფთ რა. არ ვიცი იყოს დიდი და დიდხანს შესაძლოა უნდა გააკეთო. ანადეს კოკა. აი დასვენება ნახე, აი ზუსტად ის დასვენება იყო, ეხა მაგ რო გაგაკეთებინა შენ. შენ რომ ისულიყავი ეხა ერთ წუთში. ამას ვერ იზამ. არა, ვერა, შანსი არა. მოკლედ გემრიელად ჩვენ დავიწყეთ ეხა კვადრიცეპსის კეთება, ეგრეთ წოდებული. აი ესეთი მოწყობილობაც ალბათ დარბაში, ნებისმიერ დარბაში ნუ არსებობს და არის. ჩვეულებრივად ამ ბალეში ვათავსებთ, ზუსტად როგორც უკანა სახსარში ვათავსებთ, ისე ვათავსებთ წინ მოსახლეში. რომ ჩვენთვის კომფორტულად იყოს, ჯდებით, რომ ჩვენი მუხლის და უკანა ბიცეპსის ადგილი, ეს მოსახრელი ზუსტად ისეთნაირად იყოს განლაგებული, აქ აუცილებლად ჭიდროთ, ერთით მოსაწევი მაქვს, რომ გემრიელად ჩავჯდეთ და თქვენი სასურველი წონა უნდა დავაყენოთ, რომ გავაკეთოთ ოჯახი. აქ რაც შეეხება, ნახეთ, ამას აქ ჩამკეთ მაქსიმალურად. გადაგვაქვს ბოლომდე, ფეხები გვაქვს შეტყუპებული და მოძრაობის დროს მე ქვევით ავხსენი, მაგრამ აქ აუცილებელი არის ეს, რომ მოძრაობის დროს თითქოს ამის იქეთ გაწევა კი არ მინდა, ამის ამოგლეჯა მინდა ზევით, ამაზე გვაქვს აქცენტი რა. აქაც ვაკეთებთ არა ბოლომდე გაშლას, ქვევიდან მოძრაობას. დაახლოებით აი აქ ვასრულებთ. და ვცდილობ, რომ აი ეს ბალიში ზევით ამოუგლიჯო. აი, ახლა როგორ თლიანად. ეხა მე რო ესე არა განაცუდია ეს ბოლომდე გაშლაც, მაგრამ ბოლომდე გაშლა იმდენად აი ამ მოკლე მოძრაობამ აქ უკვე დამღალა მე რო ბოლომდე გამექნია ეხა ფეხი, ხო? შესაბამისად ალბათ წონას უნდა დაუკლო და მაგ შემთხვევაში მაგრამ ბოლომდე გაშლა იმდენად ეფექტური არ არის, რამდენადაც აი ამ მოძრაობაში ჩვენ ვახდენთ იმ სისხლის ჩატუმბვას. ეხა კოკაში რომ დაჯდები, შენ თვითონ ვეღარ გავაკეთე უკვე. ამიტომ მთელი კვადრი ამეწო რა. აბა მოირგე, კარგად, გემრიელად. ფეხები შეატყუპე ბოლომდე რაც შეიძლება. ესე, ვო. ესეც ესე. რაც შეიძლება. აჰა, ესე. კარგად იხარ, ხო? კარგია. ეს ტერფები ამოქაჩე მოაწექი. ამას თითქოს ამის ამოგლეჯაგნი. დავაი, დაიწყე. აჰა, სტოპ. წავიდა, ბოლომდე ჩადი. აი ეს წამოდი, სტოპ, კარგია. აჰა. კარგია. ცოტა ტემპს მომატე. აჰა. ამას ამოაწექი. ბოლომდე ჩაშალე, ბოლომდე იქ. აი ეს აქედან წამოიღე. აჰა. მურე. აი ესე რო ჩამოეყდნობი რაღაცას, ესე იგი რაღაც გააკეთე და ივარჯიშე. ესე უნდა დაგეჭიმოთ ფეხი. ეხლა ზოგიერთი მაყურებლისთვის ხო შეიძლება რო შემოხედავს ამას რა შორიდან ეხლა რას აკეთებენ ესენიო ეხლა ხო ხტები, მაგრამ აი რო ცდით ამას, მე თქვენ პრაქტიკაში უკვე მიხვდები თურმე რას ვაკეთებ. ძალიან თუ ამის ეხლა მარტივად უბრალოდ აწევა არის ძალიან მარტივი ჩემთვის რა. შემიძლია ბოლომდე დავაყენო და დაჟე მეტიც გავაკეთო. მაგრამ ეხლა რო ვთქვათ ტექნიკაზე მაქვს აქცენტი სწორ პოზიციონირებაზე და აქცენტი ამაზე. აი ესე დაიწყე. ასე დაიწყე. ვო. ცოტა ტემპს მომატე. აჰა. შენ ერთი კაცი კიდე ესა გიჭირს. მიდი. უკვე დავჭა, აღარ შემიძლია.
აბა კოკა, რას ნიშნავს ეს ტრენაჟორი? ნიშნავს კარგი განვითარებულ კვადრიცეპს. ხო, მე დავამატებდი არა მარტო კვადრიცეპს, აქ შეგვიძლია ბევრნაირად ვამუშაოთ ფეხი. აი ეს დაფა, რასაც უყურებთ ამას, რატო არის ესე განიერი? აქ ჩვენ შეგვიძლია ფეხები დავალაგოთ როგორც აქ, ისე ვიწროზე, ისე ქვევით, ისე ვიწროზე, ისე შუაში. ყველა ადგილს აქვს თავისი მნიშვნელობა. ეხლა სანამ წონას გავუკეთებ, მანამდე უბრალოდ ტექნიკურად აგიხსნით. ეხლა ჩემთვის სასურველი სიმაღლე დავაყენე თუ არა ეს არ ვიცი, მაგრამ ხო, კარგი არა უშავს. ნახეთ, მეგობრებო, აქ რა ხდება ამ მდგომარეობაში? და რაღაც შეცდომებს რო უშვებს ადამიანი, უბრალოდ მაგაზეც მინდა ვისაუბრო ლეგ-პრესთან დაკავშირებით რა. როდესაც ფეხს დგავთ, დაუშვათ თუ გინდა სიმაღლეზე, ნახეთ და აქედან იწყებთ მოძრაობას. ადამიანი ფეხს დგავს, ზოგი დგავს ესე პირდაპირ, ნახე გოგა, ესე. და ესე იწყებს ვარჯიშს, ხო? კი, შენ ვარჯიშით ვარჯიშობ ამ შემთხვევაში, მაგრამ რა არის ეხა ჩემს ბიომექანიკურად აქ შეცდომა? ბიომექანიკური შეცდომა აქ რა არის? ნახე, ჩემი ცხვირი, ფეხის ცხვირი, სად იყურება, ესე რომ ვთქვათ, იხედება, მუხლი გადავარდნილი მაქვს უკან, ხვდები ხო? და რაღაც მოძრაობას ვაკეთებ, მაგრამ არა ბუნებრივი მოძრაობა ქვია ამას. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? თუ ჩვენ აუცილებლად, მეგობრებო, მნიშვნელობა რას აქვს? ფეხს ზევით დავდგამთ, შუაში დავდგამთ თუ ქვევით დავდგამთ. ფეხის ცხვირი, წვივი და მუხლი უნდა იყოს ერთ სივრცეში. ნახე, ზოგიერთი ესე შემოაგდებს ხოლმე ფეხს. ხო გინახია, ზოგი ესე აკეთებს რა. შიგნით შემოგდებული, ზოგი გარეთ გაგდებული, ანუ რა. აუცილებლად დაუმიზნეთ, გადახედეთ თქვენ ფეხს, რომ ეს მუხლი არის ის ინდიკატორი ზუსტად, რა ინდიკატორიცაც ჩვენ შეგვიძლია სწორი მოძრაობის და სწორი ბიომექანიკის ჩვენ თავზე მორგება და აწყობა. გადავხედავთ, ეხლა მე დავშვა დავდგი ფეხი ესე, ხო? დავიწყე მოძრაობა, გავხედე, რაღაც არასწორად მიდგას. ოდნავ შემოვატრიალე მუხლი, ცხვირი გავასწორე, დაახლოებით მეორეც ესე გავაკეთე. ეხლა მე ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? ამ შემთხვევაში ვაკეთებ შიდა კუნთის, რაც უფრო განზე გვაქვს ფეხები, მოკლედ შიგნით გადმოდის, რაც უფრო ვიწროდ გვაქვს ფეხები, კვადრზე გადმოდის, რაც უფრო ქვევით გვაქვს დალაგებული, აქ უკვე შიდა ადგილებში ურტყავს. რაც უფრო ზევით გვაქვს დალაგებული ფეხები, ეგრეთ წოდებული გოგონების ვარჯიშს რო უწოდებენ, საჯდომზე და აქაც უკანა მხარე გვეჭიმება, მაგრამ აქაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც უფრო ვიწრო მდგომარეობაში, რომ ფეხი ესე არ გაგვექცეს და სწორად გვეჭიროს. ნუ მოკლედ ეს იყო მთელი ამის უღამი რა. ეხლა ჩვენ ლეგ-პრესს შევასრულებთ. ერთი ვარჯიში გავაკეთოთ, კვადრის ვარჯიში, რომელიც ჩვენ ჩამოგრჩება, რომელიც ძირითადად შუა ადგილზე დავალაგებთ ფეხებს და როგორც შეიძლება კლასიკურად ლეგ-პრესთან მუშაობა. ფეხებს ვალაგებთ შუა ადგილზე, ეს არის კლასიკური სტანდარტული ლეგ-პრესის მოძრაობა. რა ხდება ამ დროს? ჩვეულებრივად ვაწვევით, კარგად ფიქსირდებით, აქ აუცილებლად არავითარი სიცარიელე და რამე არ უნდა გქონდეს. აი ესე რომ მართავენ ფეხებს არავითარ შემთხვევაში ამის ესე ჩამართვა აქ არ შეიძლება, მინდო რომ სახსარისთვის არ არის კარგი რა პირდაპირ რო ვთქვათ რა, ანუ ფეხის ჩაკეტვა ლეგ-პრესი. ყოველთვის სტოვებთ მუხლი მდგომარეობაში და სტატოდინამიკური მოძრაობის შემთხვევაში ჩამოგვაქვს ფეხი აი აქედან და აქედან ვიწყებთ მოძრაობას. შეეცადეთ რომ ფეხი აი მუხლი ნახე გამექცა, ხო? შეეცადეთ რომ მოძრაობის დროს მოიყვანოთ თქვენი ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მე რო ეხა ეს მუხლი აქეთ გამექცა, უკვე კვადზე დაწვით აღარა მაქვს უკვე ისეთი რა. ეს რო წამოვიყვანე, აი ეგრევე წამოვიდა უკვე აქეთ. ასე რომ, აი როგორც სწორი სახაზავი. აი ესე უნდა გქონდეთ. ამ შემთხვევაში ფეხის ტერფი ანუ მთლიანად ებჯინება. რატო ებჯინება მთლიანად? როდესაც კვადრზე გვინდა რომ ძალა გადმოვიდეს, კვადრზე გადმოსვლას აკეთებს ზუსტად ეს წინა ტერფი. წინა ტერფის დაწოლა. მაგრამ მარტო წინა ტერფის დაწოლაც არ უნდა ხდებოდეს. მთლიანობაში ედგმება რა ფეხი. არსებობს ვარჯიში, როდესაც ქუსლზე არის აქცენტი გადმოტანილი და წინა ტერფი ცოტა ჰაერში. მაგრამ როდესაც კვადრზე გვინდა დატვირთვა, ამ შემთხვევაში მთლიანად ვაყრდნობთ ჩვენს ფეხს.
მოკლედ შემდეგი ნაბიჯი. ერთი ნაბიჯი ყველაზე ურთულესი ნაბიჯი ფეხის ვარჯიშის დროს. ჩვენი ჩაჯდომა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ჩაჯდომას ვაკეთებთ აი ესეთ მდგომარეობაში. იგივე დატვირთვას იგზნობთ, დამერწმუნეთ და თქვენ გასაკეთებას რაც უნდა გაკეთდეს, იგივე წვას იგზნობთ კუნთში. მოკლედ, ნახეთ, როგორ კეთდება. ხელების შემთხვევაში ვაჯვარედინებთ 1-2, მნიშვნელობა რა აქვს, ზოგი აქედან, ზოგი აქედან, რავი, როგორც თქვენთვის შეხედეთ და აკვირდით, რომ ცენტრი აუცილებლად დაიცვათ, ნუ შტანგას გააჩნია თავისი ზოლები და იმას მიაქცეთ ყურადღება, რომ შუაში მოკიდოთ ხელი. შემდეგ წინა დელტებზე ვიდებთ, ხო? წინა დელტებზე გვიდევს, ნიკაპი აწებული გვაქვს და აი ამ ღერდს ვიდებთ სადღაც კისერთან. შემდეგ ნიკაპს ნახე, ნიკაპით ვკეტავ და ჩვეულებრივად ჩამომაქვს. ესა მაქვს უკვე მე გემრიელად დათრეული. მოკლედ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ოდნავ გაშლილი ფეხით სუმოს ჩაჯდომას. წავიდა. ალბათ წარმოიდგინე ხო ახლა მე რა დღეში ვარ ხო? ბოლო გამეორება. აი მოკლედ გადმომილოცნია კოკა შენთვის. მაკელა ჩასვლა არ გინდა. აი ეს 3 4 5 4 15 და ბოლო 5 1 2 3 ოფლი გამომადინა ეგრევე პირებს მოვარჯი მისვლამ რა. შენ მარტო დაკავება არის და სტაბილიზაცია ძალიან რთული. ანუ აი აქ დაკავება და ფიქსირება. მარტო მაგას მიაქვს ძალიან დიდი ენერგია. აუ და ძალიან კაი რაც არის წელზე დატვირთვა, ბევრად ნაკლები მაქვს, ვიდრე როცა ზურგი დავაკეთე. რა თქმა უნდა. ზურგიდან გინდა არ გინდა, რომ გიდევს, წინ იხრები რა. აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. წინ რო იხრები, ორი კუნთი იჭერს რა. საჯდომი და წელი. ანუ ვერ დაიჭერს, საჯდომი უფრო მეტად რა. გეჭიმება ყველა ვარიანტი. ნახე, ხო, აი შეხედე რა მინდა მაყურებელს რომ აი გვერდულად დადექი, აქ დადები შტანგა, ხო? აი აქ დაიდები შტანგა შენ. და ეხა აქ იდევ შტანგა. ნახე, დაახლოებით 20 სანტიმეტრით შენ ეს ღერძი გადმოგაქ წინ. ეს უფრო მეტად მძიმდება იგივე წონა. 20 სანტიმეტრით გადმოგაქ წინ, ანუ შენ ის დატვირთვა, რაც აქ უნდა მოიხარო, აქ უკვე ამოხრას აღარ აკეთებ და ავტომატურად შენ რო შტანგა არ ჩამოგიცურდეს, პირიქით უკან ქაჩავ. წელი რჩება სწორად. ასე მივხვდი რა სწავლა. მივხვდი ხო, ანუ? ხო, ანუ უკან როცა მიდევს, ეს რო შევინარჩუნო წონასწორობა, უნდა გადავიხარო წინ. ხო და დაიჭიმება წელი. წინ რო შტანგა გიდევს. შევერიქით უკან და ვერტიკალურად მოდის დატვირთვა. გინდა, ხო შტანგას ეჭიდავები რა. გათშულია. და იქიდან გიჭირავს რა, მუცელიც ჩართულია. ესო ჩამოუშვა, ხო ჩამოგივარდება შტანგა, ხო? ანუ გინდა არ გინდა უკან ქაჩავ. უკან რო ქაჩავ ამ შემთხვევაში სწორი უკვე ვერტიკალურად გიჭირავს, რაც უკვე სწორ მოძრაობას ნიშნავს. ხო, მაგრამ მარტივი არ არის რა. წინა დელტები განვითარებული უნდა ქონდეს, მუცლის თემაშიც განვითარებული უნდა იყოს, რომ ეს დაიკავ. ვერ დაიჭერს რა. ირს წონას რაც ზურგით აკეთებ, იმ წონას წინ ვერ გააკეთებ. ხო, უბრალოდ ესეთი მომენტია. ფეხი ხალხო გავიწყდებათ ფეხის ვარჯიში. ჩართეთ ფეხის ვარჯიში კვირაში ერთხელ. ძალა მოდის ფეხიდან. აუცილებელია. დარბაზში არა ხარ თუ სახლში ხო ცხოვრობ კაცო. 100 ჯერ. რა უნდა ლანჯები, ბუქნები. 100 ჯერ. ესე მაინც გააკეთე დღეში რაღაც. ელემენტარული. უბრალოდ ყველას გვავიწყდება რა, რომ მithumetes ამ გაპარაზიტებულ ცხოვრებაში ყველა კომპიუტერთან მძივართ, ყველა რაღაც არ მოძრაობთ, ვერ მოძრაობთ, უბრალოდ ამ ცხოვრებიდან გამომდინარე და გვიდუნდება. აუ ზამთარში განსაკუთრებით გუშინ ლაპარაკობდი, სულ მანქანა შენობიდან შენობაში, ვაფშე ძალიან ნაკლებს მოძრაობთ რა. ზამთარში ფეხა ხო ეხა. ისეთი ამინდებია ხოლმე, გარეთ გასვლა არ გინდა, ანუ ძალიან ცოტას მოძრაობთ ფეხით. როგორც მინიმუმ თუ არ ვწდები რაღაც 10 კილომეტრი ნორმატივია რომ ადამიანმა დღეში უნდა აბა რა ჯანმრთელობის უბრალოდ გულს. კარგია კაცო, კარგი მანქანები და იქ შესტები და იქ შვიდები და მთელი ამბები, მაგრამ შიგნით რო უფრო სიმპათიური კაცი ხარ, ხო უფრო მოუხდება იმ ავტომობილს. ღიპით რო უხახუნებ ამბობს და
გაცვეთილი რო გაქვს მაიკა და X5-ით რომ ებლატავები. ჩამოდი რა მიხედე თავს. მოდის რა ეს ტენდენცია ნელა-ნელა რომ არა ჩვენ ძალიან ბევრი. სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მაინც ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შენ უნდა იყოს შენი თავის სიყვარული, რას ნიშნავს კაცო? შენი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ ღმერთის ქმნილება. ეკლესიაში ხარ, პირჯვარს იწერ და მიდიხარ, მე რაღაც შენ თავს ანადგურებ. პირიქით შეუწყო ჯანმრთელ ორგანიზმს, ჯანმრთელი სული თუ როგორ არის ნათქვამი, ხო? შეუწყოთ ხელი ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს თავს, ჩვენ ყველა ვართ ღმერთის ქმნილებები. ასე რომ ღმერთსაც მოეწონება ის რომ შექმნა იმას შენ თავს რაღაცნაირად ული. რომ შენ რაღაცნაირი მაგალითი ხარ ვიღაცას მისაბაძი, თუნდაც შვილის მხრიდან იქნება, მეზობლის მხრიდან იქნება, რომ შეგხედავს ეს ასე არის. როგორ არის გადამცემი არის, ხო? კარგი რაღაცას ვაკეთებს, გადაეცემა, თორე ხა. მოკლედ, ვაკეთოთ კარგი საქმეები. ბიჭებო, გოგონებო და ქართველებო, წავით აბა მესამე მისვლა. საკმაოდ დავისვენეთ ახლა ჩვენ და აი გიყო აი ამას რომ მოვჩები ხოლმე ხო? კიდე რამოდენიმე ვარჯიშია დამთავრდა გასაკეთებელი, მაგრამ ჩათვალო ფეხის დღე მორჩა რა. აი ამას რომ დააგორე ხო? შემდეგი ვარჯიში ვასრულებთ იგივე გაშლილი ფეხით, რომ კარგად დავამუშაოთ. შიდა ნაწილისთვის არის ეს ვარჯიში რა. ისევ ისეთი სიტუაცია გვაქვს, როგორც ლეგ-პრესი აგიხსენით, რომ ეს მუხლი ყოველთვის მიმართულების ინდიკატორია და არც შიგნით გაგექცეთ და არც გარეთ გადმოგიტრიალდეთ, ყოველთვის გაასწორეთ. აი ამ ცხვირის, აი აქედან დაანახი სწორად, აი დავიწყე მოძრაობა, ხო? წამოვიდა. ეხლა შეხედეთ, მე რომ ეს მუხლი ასე წამოვიღო, აი ნახე და ესე ჩავიდე. უყურებ როგორ არის? წამოვა აი აქ. ხო, აი ეს უკვე აქ სახსარი შემოტრიალებულ მდგომარეობაში მაქვს, თითქოს ვარჯიშს ვაკეთებ, მაგრამ მე ახლა ამას ვერ გზნობ, მაგრამ აქ უკვე სახსარს მაგრად უჭირს. როდესაც ეს გადმოვიტანე და გავუსწორე ჩემ წინა თითებს, უკვე ვიგრძენი, რომ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე ჩაჯდა. აი კაკრას შენ უნდა დაგიბერო ხე შედანაწილებ კიდე და ბეროა გინდა მაგის მაგრამ ეს საჭიროა ეს ახლა ცოტა აი ქვევით უნდა ჩავიტანო და ქვევიდან კარგი იყო აბაკოკა ქვევით ფეხი ქვევით აი ნახე კაკრას აი ეს არის მთელი ამბავი აი აქ ეს ო კარგია ცოტა ზევით გაიმართე კიდე აი ესეო აი ეს მოძრაობა როგორი იყო? ტკივო მაგრად. კარგით, შემდეგი ვარჯიში, ნუ დაგვავიწყდება, რომ ესეთი მოწყობილობა ყველა დარბაზში დგას და ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური რამეს წარმოადგენს ეს ჩემო კარგებო. იმიტომ რომ თითქოს ეხა ესე რო ვარ, თითქოს მეც ეხა ტიპები რო იყო და დარბაზში ვარჯიშობდნენ, ესეთ რაღაცას აკეთებდნენ, ხო? აი მეთქი რას აკეთებს ეს ეხა, ხო რაღაც არავაშკაცური რაღაც, აი ჩვენ მაინდა-მაინც რაღაც ჩაჯდომა უნდა გავაკეთოთ, რაღაცას უნდა მივაწვეთ, რაღაც ხო ის ვაშკაცური რაღაცა რა. ეს ეხა ხო ხდება რაღაც თითქოს ისეთია რა, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ისეთი ვარჯიშია, რომ ის კუნთები, რაც აქ მუშაობს, ვერაფერს ვერ ჩაანაცვლებს ეს რა, ვერ ჩაჯდომას, ვერ სუმოს. ეს არის ფეხის მოზიდვა. ფეხის მოზიდვა, სადაც შიგნიდან თლიანად ყველაფერი აი ერთი ვარჯიში მაინც მითხარი, რომელსაც გააკეთებ და აი ამ ვარჯიშს ჩაგინაცვლებს რა. იტყვის ვიღაცა თქვა სუმოს, ქვათიან რაღაცა, მაგრამ იქ არის ფიქსირებულად, სტაბილურად მაინც ჩასვლა, ამოსვლა ან რაღაც მსგავსი. ეს მოზიდვა, რაც რეალურად მაკუთის ფუნქცია გარედან ერთმანეთთან მიტანა. არც ერთ სხვა ვარჯიშზე არ არის რა. რა თქმა უნდა. ფეხის ერთ-ერთი დიდი კუნთი არის ყველაზე. და ამიტომ ნუ გამოგჩებათ ეს ვარჯიში, მაგრამ ამას თავისებური შესრულება უნდა, ისეთ საქანელასავით კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ არ უნდა ვაქნიოთ ფეხები, აი როგორც კოკა აკეთებს, ოღონდ ძალიანაც გააკეთე კოკა პაუზა, მაგრამ აი ესე ხო, აი სტოპ, აი ესე ხო. მე მიჩვეული ვარ ცოტა სხვა იმას და უწყდება ხო. ეგ არის, აი ესე. ხო. რომ ის შემოტანის დროს ოდნავ წამის 1000-ი შევაჩეროთ და გავაგრძელოთ მოძრაობა და არა და ესე ვაქნიოთ ფეხები თითქოს. ძალიან კარგი. ხო არის კადრები, ხო აი პროფესიონალები რო არიან რა. ეხლა თუ გინდა ამსტერიდან დავიწყოთ და ასე შემდეგ აფეთები რა. აი ყველა სპორტსმენის ფეხის რაციონში დევს ეს ვარჯიში რა.
ფეხი ეს და გამზიდველი. ეს და გამზიდველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვფიქრობ. შემოტანის დროს, აი ტექნიკურად როგორ კეთდება. შემოტანის დროს ცოტა ვაჩქარებთ, გაზიდვის დროს ცოტა ვანელებთ, შემოტანის დროს ცოტა წამის მიათასეთ შეჩერებას ვაკეთებ, სადაც უნდა ვიგრძნო ზუსტად აი ეს დაჭიმულობა. ეგ არის. მოგლეთ, შემდგომ გვარჯიშზე გადავედით. რა ქვია, კოკ ამ ვარჯიშს? ამ ვარჯიშს ქვია, ამ ვარჯიშს ქვია საჯდომის ვარჯიში. საჯდომის ვარჯიში. ნუ რა ვიცი ხა, გოგონებიდან დაწყებული, სხვათა შორის გოგონების თურმე გავიგე ესეთ რაღაცა, რომ გოგონებიც აკვირდებიან მამაკაცებს საჯდომზე თურმე. გამოკითხვაში, ხო, მე არ ვიცოდი, ახლა რა ვიცი, მაგრამ გვაკვირდება რა. შევხედონ მე, მაგრამ უნდა იყოს რა, ფორმაში, მე მას არ ვამბობ ხა, ვინცად გვაკვირდება, მაგრამ საერთოდ ადამიანის ორგანიზმში არსებობს ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ნუ არ უნდა ჩამოგჩეს რა, ეტაპობრივად ისიც უნდა დავაწიოთ დანარჩენ სხვა პუნქტებს. ეს არის მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული ჰამერი, რომელიც არის განკუთვნილი უშუალოდ საჯდომის განვითარებაზე. რაში მდგომარეობს აი ამ ვარჯიშის მთელი ეფექტურობა. მოგლეთ, მიახლოვებული ალბათ თუ არ გექნებათ ჰამერი, ნუ ეხა მან ათასნაირად შეგვიძლია ქვევით მობმა და ფეხის გატანა მოხდები, ეხა რას გეუბნები შეგვიძლია იქაც გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის იდეალური. ვაფიქსირებთ ჩვენს კორპუსს, ფეხს დებთ რაც შეიძლება მაღლა, ანუ ამას მიტყუაქვს ესეთი განერი ადგილი, როგორც ლეგ-პრეს, რომ აქცენტი მქონდეს ამ შემთხვევაში საჯდომზე, რაც შეიძლება გამოგვაქვს ფეხი განზე და ნახე რა ხდება, აქ შეცდომა რაში მდგომარეობს კიდევ. ზოგი, აი, ნახე, აკეთებს ამ მოძრაობას, აი, ნახე, ქუსლს წევს მაღლა და აი ესე აწვება. მიხვდი კოკა? ესე როდესაც აწვევი, აქ არც ერთ თითქოს საჯდომი იჭიმება, მაგრამ გადმოდის მაინც კვადრზე რა. ყველა შემთხვევაში ჩვენ ავხსენით, რომ როდესაც წინა მხარეს უშვებთ და ქუსლით ვაწვევით, უკვე მთელი დატვირთვა გადმოდის უკანა საჯდომზე. რა თქმა უნდა, მარტო უკანა საჯდომზე არა, უკანა ბიცეპსეს გადადის, მაგრამ ძირითადად მთელი დაძაბულობა აი აქ ხდება. არ არის აუცილებელი ამ ფეხის ბოლომდე უკან გაქნევა. აქ, ანუ საკმარისი არის აი ეს მოძრაობა, რომ ჩვენი საჯდომის პუნქტი ვიგრძნოთ. ნახეთ, არავითარ შემთხვევაში ეს კორპუსი ესე არ უნდა შემოვატრიალოთ, უნდა იყოს კორპუსი პარალელურად, ვიტოვკიდებთ აქ ხელს, რომ კორპუსი პარალელურად დაგვრჩეს და ვიწყებთ მოძრაობას. აი ზუსტად ეს ტერფი მაქვს აწეული და ვაწვევი ქუსლით. აი ეს ადგილი ეხა მთლიანად მეწვის. ცოტა მძიმე წონა დავაყენე, მე მგონი. გადავდივართ მეორე ფეხზე, ანალოგიურად ისევე იმას ვაკეთებთ. ხდება ტერფის ოდნავ თლათზე, ანუ აქცენტი გვაქვს ქუსზე გადატანის რა. მოგეხსნე ერთს რომ კარგად გააკეთო რა. ჩემთვისაც რაღაც ცოტა მემძინა. აი ბიჭი ეგრევე დაიჭირე პოზიცია იდეალურად. აჰა. აი ზუსტად. ეხლა ცოტა უხერხულად კი ვანახეთ კოკას ერთ ადგილს, მაგრამ მაინც აი ქვასავით აქვს ეს ადგილი რა, როგორ ეჭიმება. აი მთლიანად აი ეს კუნთი აი როგორ მობილიზაციაშია რა. კარგია. მოგლეთ, ჩვენი ფეხის საფინალო, ესე რომ ვთქვა, საფინალო ვარჯიში. ნუ საერთოდ ბოლოს კეთდება ხოლმე აი ესეთი პატარა ესეთ საჯდომს კიდევ გააჩნია გარეკუნთები, რომელიც აი ჩვენ იქ რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ აი ზუსტად ეს გამოყვანა, რაც ამგვალებს იმ საჯდომს, აი ზუსტად აქ ხდება მაგის დამუშავება. ვფიქრობ, რომ აქ ცოტა მჩატე წონა არის, ავიც ახლა შეიძლება თქვენ დარბაზში ესეთი წონა არსებობდეს, რომ საკმაოდ დატვირთო ეს ადგილი, ჩემთან live fitness-ია და იქაც ბოლომდე რო ვაყენებ მაინც მე ახლა ამას მაგალითად ვაკეთებ 50.
გადარჩენ რა. რომ აი 40 რო გადავხდები, მე ბოლო 10 უკვე ხო და 20 გრძნობ რა. 20 აქ არაფერი არ არის რა. და ამიტომ აი მე ხე იმას არ ვამბობ, ეხა 20 გააკეთეთ და მე შეწყვიტეთ, მაგრამ წვა უნდა იგრძნოთ რა. აი ჩემ შემთხვევაში ეხა ისეთი წონა არის, აქ რომ უფრო ძიმეს გაკეთება შეიძლებაოდეს, მაშინ გავაკეთებდი 20 ჯერ, ხო, მაგრამ ნუ მაქსიმალურ წონას ვაკეთებ და ამ შემთხვევაში ნუ 40-ის შემდეგ მეჭინება ბოლო 10 რა, 50-ზე უკვე ვცნობ რაღაცის დაჭიმულობას. ყოველთვის ანუ ეს იყოს მიმწოლი, ანუ ეს ფეხის ეს ნაწილი იყოს მიმწოლი. ამის ქვევით ამას თითქოს ვაფშე ნუ ეხებით, მაგრამ საერთოდ ძალას არ ატანთ რა. სუბუქად გედგათ. აი ამ ძვლების გატანით ხდება ეს ყველაფერი რა. შენზე კითხულობენ ხოლმე რომ ეს არა ვარჯიშებსო? კი არა. არა ვარჯიში. არა ვარჯიშებს ზურა. მეატრიალეთ ეგეთი. მეატრიალეთ. შვილი. ვინა ვარჯიშებს? ავარჯიშებს ზურა. ზურა არამატომ მწვნელია, სამედიცინო განათლებაც აქვს, რომელიც მიყვება ამ სფეროს. მე რო ამის ხნის ვიყავი, ასეთი განათლებული არ ვიყავი. ასე რომ ახალგაზრდებმა ყოველთვის უნდა გვაჯობოს, ხო? რა თქმა უნდა. და ყოველთვის უნდა წაწიოს ჩვენი საქმე წინ. ასე რომ თუ რამეში დაგჭირდებათ, აგერ ზურა დაგეხმარებათ. მოკლედ მადლობა დღევანდელი ვიდეოს ყურებისთვის. ხოთ რომ გამოიწეროთ ნუ არხი თუ დაგაინტერესებთ და მოგიწონებათ და გინდათ რომ შემდგომში კიდე ვიდეოები. ნუ ეს გაგრძელდება ისეც, მაგრამ თქვენ რომ ნახოთ რა. მოკლედ რავი, შემდეგი ვიდეო გვექნება კიდე მხრებზე და ბიცეპსზე ჩავწერთ. შევეცდებით რომ მალე მოხდეს ეგ. გამოიწერეთ. სამჯერ უნდა. სამჯერ. გამოიწერეს უკვე. და მოკლედ რავი რა, მადლობა კიდევ ერთხელ რა შეხვედრამდე. აბა დროებით.